ადაპტაციის გამო დადიოდი შიშველი შენს? არა, ორიენტაციის. არა, ეს თქვენ შეთქვა აგრიმენის ვიდეოში რა. ლოლაძემ რაც გააკეთე, ის შეთქვა. კაროჩე, აქ ვიტყვი ახლა ისეთ რაღაცას, რაც ალბათ არასდროს არსად არ მithkoms. რა აგრიმენში ყარბულ. ბროები მოგესალმებით და ჩვენი მორიგი ეპიზოდი არის 9 იმპოსტერი და ჩვენი სტუმარი არის პატივცემული ადამიანი, რისკვა, მაიმუნების და კობრების და შემდეგ კაკო. კობრების კი არა, ანაკონდა. ანაკონდების. იმათთან ანაკონდა ეშლებოდა, აქეთ კობრა გეშლება. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს აუცილებლად გავიმარჯვებ, იმიტომ რომ მე კაკო ვარ და ბავენი სავსე კაცი. 9 სამისთვის მზად ხარ? უჭის პრობლემები მაქვს, მაგრამ დავაი. ზადვარ შევწირო თავი. კლება როგორ მიდის? ნორმა. რამდენი დაიგელი? 8. Nice. 8 დაიგელი? ერთი თვეა, ხო? ცოტა მეტი. თითქმის თვენახევარია რა. მოდი ხა შეუნდა უთხრა ხალხს რომ ჩვენი არხი გამიწერონ და ჩვენ დავიწყოთ. რა თქმა უნდა მეგობრებო, გამოიწერეთ არხი და ავიყვანოთ ეს გემრიელი ხალხი 23000 გამოწერეს. მე ლოგიკურს ვამბობ ახლა. და ის ვიდეო რო დაიდება უკვე რა. რაც არის რა, ეს კი 100000-ზე და რაღაც თეორიებში, ანუ 23-ზე ეგრევე აიყვანეთ. ბაზარი არ არის. მოდი შენ ხარ სტუმარი და შენ დაიწყე და პასუხის გითხარი რა. ბიზინა ივანიშვილი. ილონ მასკი. მაქს ვერსტაპენი. მორგან ფრიმენი. კითხვა რა იყო? როგორ ცნობილ ადამიანს გაუცვლელი ცხოვრებას? ცხოვრებას? ხო, შენ კითხვა აღარ მახსოვდა. მე მეგონა ერთი დღით რომელი ადამიანი ცხოვრობს, ის ცხოვრობს, მთელი ცხოვრება არ მინდა გაუცვალო. კაი, არა უშავს. ხო, ეგა ერთი დღით სადვალი რომ ეგ მიგულისხმენ. ანუ ერთი დღით მინდა რომ შევხედო და ილონ მაქსი თქვა და შენ ვინთქვი? მორგან ფრიმენი. შენ გინდა ერთი ცხოვრება ივანიშვილის ცხოვრებით იცხოვრო ერთი დღე. ერთი დღე მინდა რომ დავაკვირდე პროცესებს, რა ხდება, როგორ ელაქუცება ხალხი, რა ხდება, როგორი დამოკიდებულება ქვემოდან. რამის გააკეთებ? მთელი ცხოვრება არ მინდა. რამის გააკეთებდი იმ ერთ დღეში? რავი, არ ვიცი, პინგვინებთან ერთად გავერთობოდი. მაგრამ სხვათა შორის პინგვინებთან ერთად გართობას ვაპირებ აქვე და ამასე. მიდიხარ? მივდივარ ანტარქტიდაზე. მართლა? კი ბატონო. ეს მარტო ჩვენთაც კი პირველად თუ სხვაგანაც გაქვს? არა, ეხა ვიდეოშიც ვიტყვი და მე კაკრას ჯერ მინდა ვიდეოში. მანდაც პინგვინებზე უნდა ინადირო? თავა პინგვინები უნდა მოვიშინაურო. ვაუ, მაგარი. ჩამოყვანა სხვა რაპირი. თქვენ მაინც ერთ წამი, ჩემზე კი არა. ანუ რატო გადმოგაქვს თქვა? რა პასუხები გაიც? ვინ არის იმპოსტერი? ილონ მასკი, ვინ არის იმპოსტერი ხო და ეგ უნდა დადგინდეს კაკრას ვინ არის? ილონ მასკის ცხოვრებითაც იცხოვრებდი ხო მამე? კი, სიამოვნებით. ძალიან დიდი სია, ბევრი ფული აქვს და პაходу კოსმოსური გეგმები აქვს ეგრე. მე მგონია რომ ძალიან მარტივად ვიპოვეთ ჩვენ ახლა იმპოსტერი. კითხა. ნახე ვინ უწერია? მორგან ფრიმენი უწერია. 5 წელი გაქვს დარჩენილი შეჭმა. თელი ცხოვრება მოხუცია. ეგეთი დაიბადა შეჭი. ჭაღარა იყო. 65 წლის იყო რომ დაიბადა, კი ბაზარი არა, მაგრამ შენ ახალგაზრდობის რაიგები რა ჯერ ერთი და მორგან ფრიმენი, ანუ ღმერთიც იყო და მოკლედ. რატო? ხო, ფილმში. გევასება მორგან ფრიმენი. ხო, მაგრამ თვითონ მაგის ცხოვრება რატო გევასება? არ ვიცი. უბრალოდ მორგან ფრიმენი მევასება. კაი. და გინდა რომ ის არის, ის როცა დაიბადა, იმ წლებში დაიბადო? როცა ამერიკაში. ამას არ ქონდა პრობლემები. ანუ ეხა კონკრეტულად მაგას არ ექნებოდა უეჭველი. კონკრეტულად უეჭველი ექნებოდა კონკრეტულად მაგას. ეს 80-ის იქნება რა ვიცი. ახლა დაბერდა სხვათა შორის უკვე მოტყდა. ანუ გვაქვს პასუხი. იცი რა არის, მე ხა ვიტყვი ჩემს მე ვერსტაპენი ვიწერია ეს ფორმულა 1-ის ბოლელია ვინც არიცით და არის GOAT-ი რა და მე ფორმულა 1-ის დიდი მაყურებელი ვარ და ჩემი ოცნება რომ ეს გავატარო ბოლიდი და მარტივად რა. ეს მართალი ინფორმაციაა. კი, ბოლიდის გატარება და მაქსი გავასება ეგ ნაღდი ინფორმაცია. ფრიმანზე რა ინფორმაციები გაქვს? ფრიმანზე არ ინფორმაცია არ არის საერთოდ. აი, ვის დავწერდი მე? მოიცე. კითხვა რა შეიძლება იყოს? ხალხს არ დავწერდი. მე მაინც კაკო მგონია, ანუ ბიზინა ივანიშვილი არ გიკვირდა. არ მე დავაკონკრეტო. ბიჭო, რა უნდა მიკვირდეს? ჯერ ერთი, ანუ ერთი დღით დაუფლიდიო, 7 მილიარდი გაქვს და პაходу არა, მილიარდის გამო არა. მაგაზე უფრო მდიდარი ხალხიც არსებობს, რა ვიცი. ხო, მაგრამ მე ამ კონტექსტის ის მინდა რა. 3, 2, 1, მიშა. რა თქმა უნდა მე ვიყავი ხო? გაიგო შენი კითხვა. აღარ კითხვა იყო. რომელი ფერატკანიანი მსახიობი დაგამარცხებდა ჯერანის თამაშში? ფერატკანიანი რო არის შემოყვანილი. ხო, პროდიუსერი აიძულა რომ დაეცა. აიძულა მეტი სხვა არც ვიცოდი ეს და ომარსი. მიდი მიშა ჭამე. ბარემ ვკითხოთ კაკოს ყველაზე ცხარე საჭმელი სად უჭამია რომ ქვეყანაში? ყველაზე ცხარე საჭმელი სხვათა შორის არგენტინაში ჭამე. აი ეს გავსინჯე რა. ეს ანუ ეს რაღაც соусებიანი საჭმელი გავსინჯე და კარში ვუძლებ მე ცხარეებს. ეხლა არ მგონია რამე იყოს. პროსტა კაკრას ამ საქართველოში მიჭამე ყველაზე ცხარე ხა გამახსენე. მართლა. მილოვასთან ვიყავი კოლავზე 8 წლის წინ.
რაღაც საშინელი ბურგერი მოჭამა. სანამ შემდეგ რაუნდზე გადავალთ, გთხოვთ, არხი გამოიწერეთ, როგორც პატიცემულმა თქვა 23000 გამომწერზე უნდა ავიდეს, მაგრამ რატომღაც მგონია რომ 23-ზე უკვე ასულები. 25-ზე თუ ვართ ახლა და თუ 25-ზე ვართ, არ ჩამოიყვანეთ. არ ჩამოგვიყვანეთ სანი ხალხი. ჩაიდანი. ლეპტოპი. აეროგრილი. კამერა. კითხვა რა იყო? ნივთი რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია ტელეფონის გარდა. შენ რა თქვი? კამერა. ანუ მე და შენ ვართ სწორები. აეროგრილის გარე. წინა გადაცემას უყავ ბევრი არ მიყურებია თქვენი, მაგრამ სულ გამოძახებაზე ვარო და ეხა აეროგრილის გარეშე ვერძლებს ტიპი თურმე რა. არა. კაი ერთი არის, ჩაიდანი მაინც ეს გასაგები, ჩაიდანი. ხო არ გადავ დილით ყავის გარეშე პონტი არ მაქვს და ჩაიდანი უეჭველი მჭირდება იმისთვის რომ ვიცოცხლო. ანუ ტელეფონის მეორე რაღაცა პრიორიტეტი გაქვს. დილით ტელეფონი დილით არ იყოს საუბარი საერთოდ ზოგადად ცხოვრებაში. აი ტელეფონი და მეორე ადგილი ჩაიდანი. თან აი ეგ ხო არის რომ შეგიძლია გამოიძახო, შეუკვეთო, გახვიდე. ბევრად უფრო პრიორიტეტულია ვიდრე ტელეფონი. აი ხა პრობლემა იცი რა არის? ხო მე ძალიან მეტყობა რომ ის ვარ. იმპოსტერი მაგრამ ბიჭო გეს ეს ანუ ხო ვფიქრობდი კითხვას რა. ლეპტოპი ვიფიქრე მაგრამ ეს ლეპტოპი ტელეფონი ერთი კატეგორიაში გადის და მაგიტო არ დავწერე. და მე რომ დავფიქრდი, ანუ არ გამახსენდა სხვა არაფერი, მე გავიხედე სახში და აეროგრილს ხშირად ვიყენებ, ვაცხელებ იმ საჭმელს რომ ვიძახებ. შენ ქაბლებს აპირებ ხა მე რა ხდება თქო. ბიჭო მე მგონია რომ შევთანხმდი და ყველა პარტყალებ. ორ პარტყალებ. უკვე ჩაზერული ხარ. აქეთ არის ხავს ეჭიდება კაცი და დავაცადო დამკაცვადროთ. აი იცი რა არის სტუმარი რო არ მიცნობს და თქვენ მაინც გაგჭირთ. მე მჯერა რომ ის იმპოსტერი. მე შენგენდობი რომ იცოდე. იმას რატო არ 12 წელია უძმაკაცო იმას რატო არ პრობლემა არის რომ კოსტა რაღაც სულ სისულელეს წერს და შეიძლება ახლაც სისულელე დაწერა მომის მე ორი იმპოსტერი შეიძლება იყოს შეიძლება 3-ის 4-იც და 1-იც რა კარგი მე ანუ ორს ვასახელებ თუ ორი მგონია თუ როგორ არის ხო როგორც გინდა თქვი რა მე არ მჯერა კოსტასი მოდი მე ორს ვიტყვი მეც ორს ვიტყვი მოდი ხმის მისნაზე გადავიდეთ მაგრამ იცი რა მე მგონია რომ არ გვინდა ორი თქვა ერთი ვთქვათ იმიტომ რომ არა ისეთია მე გასაგებად რთულია ანუ 3-2-1 გიო და კოსტა. შენს გიო და კოსტას ამბობ. თუ თქვენ ხართ წააგეთ რა. მოდი ვიტყვი კაი მაშინ პირდაპირ რა. მე არ ვარ იმპოსტერი. შენ? ვარ მე. კაი ხო ჯანდაბას მე ვარ. ას ვატყუებს? ვარ. მე მქონდა კითხვა. შენ არ ხარ? არ ვარ მე იმპოსტერი. ხო აეროგრილს გაშვეძლებ? ბიჭო ვერ რომელი ტექნიკა უნდა გქონდეს აუცილებლად სამზარეულოშიო და შენ სხვა კითხვა გქონდა? ხო. მე მართლა ის მქონდა. და აეროგრილი დაწერე მართლა შეჩება. ანუ მე ეს ჩემიაში ჩავთვალე ეგრევე გაიგე, იმიტომ რომ სამზარეულო აეროგრილი ლოგიკურია და შეჩება ერთი კვირის წინ იყიდე აეროგრილი. ხო რა ვიცი. ხო არა ეხა თქვენ ორმა წააგეთ რეალურად. ხო. მე რატო კოსტა აეროგრილის გამო სპეციალურად უნდა. PlayStation-ი რო დაგეწერა. PlayStation-ს არ ვიყენებ ეგრე. რას არ იყენებ? ყოველ მეორე voice არის, აუ ისეთი თამაში ჩავიწერე ახლა. ყოველ მეორე voice ეგ აქვს. მოდი. კარგი ორიენტაციის უნარი. კომუნიკაცია. ადაპტაცია. სისხარტე. კითხვა რა იყო? ყველაზე მეტად რომელი სკილი გჭირდება მოგზაურობისას? ორიენტაციაში გასგულისხმობა. ანუ გარკვევა რა საერთოდ. მოგზაურობის დროს სხვა. სხვა ორიენტაციას უნდა არა არის ორიენტაცია. სისხარტე რა ანუ სხარტი უნდა იყოს მოგზაურობის დროს. ზოგადად სწრაფად გადაწყვეტილების მიღება უნდა შეგეძლოს ასე შემდეგ რა. განსაკუთრებით აი თქვენ რომ მოგზაურობთ ქართველი იუთუბერები ბოლო დროს. ხო მაგრამ ჩვენ ექსტრემალურ ვიდეოებს ვიღებთ. ანუ მოგზაურობა ზოგადად. მოგზაურობა კიდე სხვა კონტენტის თემაში არ უნდა იფიქრო ეხლა. ხო რავი ანუ იდეაში მაინც გჭირდება რა სხარტად რაღაცეების გადაწყვეტა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უეჭველით. თქვენ ორნი აკეთებდით ხო იმას? კი. გჭირდებოდა სისხარტე? არა. სისხარტე გჭირდებოდა. რაც გჭირდებოდა იყო კომუნიკაცია, იმიტომ რომ ჩვენ ქუჩის გამოკითხები გქონდა. და შენ რა დაწერე? აი კომუნიკაცია უწერია. შენ? და მე მიწერე კარგი ორიენტაციის უნარი, რაც ფეხი დავდიოდით რამდენს პროსტო. ადაპტაციაში რა გულისხმობ? ადაპტაციაში გულისხმობ იმას, რომ ანუ მარტივად უნდა ადაპტორი უნდა იყოს ახალ გარემოსთან, ახალ ღირებულებებთან, რაღაცა მათ ფილოსოფიასთან და რომ მეტად შეესის ხორცო რა. აი მოგზაურობის დროს ყველაზე ბიჭო, ცოტა არათავდაჟერებულად გავხდი ლაპარაკი თუ არა და მაგდათ ფიქრობ რომ ეგ არის. ცოტა ეჭვი შემეპარა, მაგრამ აი ხა სხვა რაღაცას გითხარ. ანუ იცი რატო? ანუ რაღაც აი თუ ისე ჩახვედი რა. აი ესენი ვინ არიან რაღაც თავისი წესები, რწმენები ის არო აქვთ რა. ესენი ვინ არის ვერ შეიგზნო ბოლომდე კულტურას რა. ანუ იქნება ძალიან შორიდან იქნები და აი როცა ადაპტორი ხდები, როცა დაამოღამებ როგორი მენტალობა აქვს და ასე შემდეგ, ვერად უფრო საინტერესო და სასიამოვნო გადაგამოსტები. მოგზაურობის დროს ანუ აუცილებელი უნარი არ არის, მაგრამ სასიამოვნო რო გახდეს მოგზაურობა, ეგ გჭირდება რა. ეხლა მანდ რო იყავი რა.
შიშველ კაცებთან. ხო. ადაპტაციის გამო დადიოდი შიშველი შენს? არა, ორიენტაციის. და კომუნიკაციის. ბიჭო, ამდენ ტრაქს რო უყურებდი რა ყოველდღე. ხო. სასიამოვნო იყო? ძალიან ძველი კითხვა აქვს. იცი რა არის? ცოტა შენშიც მეეჭვება, ცოტა ეჭვი მეპარება რა, მოდი ასე ვიტყვი რა. ის სიხარტე ცოტა ისე ვარ, მაგრამ შენი ადაპტაცია. სიხარტე არაფერი არა. არა, ანუ მოგზაურობისას უცხო ქვეყანაში, როდესაც ხარ, ნებისმიერი რამე რაც არ უნდა დაგჭირდეს, ან ის გაკეთებაც არ უნდა დაგჭირდეს. სიხარტა უნდა გააკეთო. სიხარტა უნდა მიიღო გადაწყვეტილება. რატომ მოგზდევს ვინმე შეჩემა თუ მოსთაყავად მოგზდევ თუ დაბნეული დებილივით არ უნდა იყო რა. ყველა მართლა ანაკონდაზე კი არ ნადიროს, ზოგი მიდის 700 ევროპაში უყურებს იმას, ტრევის ფანტას, რა სიხარტე მჭირდება მანდ. მოდი ასე კითხვა ზავსა. მოგზაურობის დროს ყველაზე რთული რა არის? მოდი ასე ვიტყვი. ჯო მე აღარ მახსოვს რა არის რთული. შენთვის შეიძლება არაფერი არ არის უკვე რთული, იმიტომ რომ რთული არის, ენას რო ვერ აგებინება ალბათ ისეთ ქვეყნებში რომ მოგზაურობ. და რომ მაგას მე ინტერნეტი რო არ არის, მე ტრანსლეიტს რო აკეთებ რაღაცა ის და ამაგად განმოსთან ადაპტორი უნდა გახდე და იმ მდგომარეობით უნდა ისწავლო თავის გადარჩენა როგორიც არის რა. თუნდაც აი რაღაც ნებისმიერ ისეთ სახიფათო ქვეყნებში დაამოღამო როგორი არიან ტიპები და ეგ ადაპტორობა გეხმარება იმაში რომ შენ მოიქცე ისე რომ შენ თავში მეტნაკლებად ის იყოს რა. რამე ეგეთი საფრთხის წინაშე ყოფილიყარ რაღაც ეგეთი რომ აი ვაი. კი, აი ხა დავდებ მაგაზე ვიდეოს, საშინელი ვიდეო. მოკლედ გიხარი რა. მოკლედ ყველაზე კრიმინალურ მესამე ადგილზეა კრიმინალის დონით სოფლიოში ეგ ქალაქი და მანდ ვიყავი და ლარინკონა და ქვია რა. სოფლიოში ყველაზე მაღლად დასახლებული ქალაქი, ანუ ყველაზე მაღლად მდებარე ქალაქია რა. 5200 მეტრზე არის ეგ ქალაქი და 50%-იანი ჟანგბადის დონეა, სრული უხაერობა პერუში. და პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, კორუფცია. და რა მოხდა? განჩენ უკვე ვიდეოში. ოკეი, გაი. დავიტრინგდი, რა დაიმართა. ძალიან საინტერესო ვიდეოა მაგალითად რა. და გადგა ვიღაცები? არა, ისე რა. კაი. რაღაც როლები და რაღაცები იყო. ჩვენ პასუხზე რა ვხვდებით ახლა ვერ გავიგე. 3 2 1 კოსტა. არ ვარ მე იმპოსტერი. კაკუა ხო? არა, მე ვიყავ იმპოსტერი. რა იყო? მაგარი კითხვა მქონდა მე. შენი უნარი რაც ყველაზე მეტად გადგებაო. თქვენ კი ამასობაში ჩვენი არქი გამოიწერეთ. ოკეი. ეს კარგი არის კი. გემრიელიც არის, კარგი არის. 17. 30 პლუს. 15 20 გააჩნია. 1 არა ის. კი კითხვა რა იყო? რამდენ აზიდვას აკეთებ ერთის სხვაზე? აზიდვაში დავაკონკრეტოთ. იგულისხმება ეს აჯიმანია. ხო, და ეს არის იგულისხმება ისა. მოიცემა ის მაშინ არასწორად მიწერია. შენ ის იგულისხმება. მე ის ვიგულისხმე. არა. ეს იგულისხმება აჯიმანია. უი, ბოდიში. მიდი ჩაასწორე უცბად. 40 დაწერე ბიჭო? 40. კი, ერთ მისულაზე. კი. კასტელო მარაში ვიყავით და 30 შენ რა ვთქვი? 32 ჯერ გავაკეთე. 15-20 ძალიან დიდი სხვა არის, რა ქვია, რეინჯი. რატო? ანუ რაღაც ან 20 ან 15. არა, 15-20 რაღაც ისეთია რა. ერთ მისულაზე დილხანი არ გამიკეთებია, პირდაპირ ვთქვი რა. დაქია გამნერი არ ვიცი, მაგრამ 15-20 გავაკეთებ მგონია თავისუფლად რა ვიცი. 40 ძალიან ბევრი არ არის რა ვიცი. შენ 17-ზე მეც როგორ ვერ გავაკეთებ, ერთი თვეა ვარჯიშობ. ბიჭო არა. მე ხა რილს შეგლენა ხო, ჩემი 17 მაგაკეთებდა და ზუსტად რაც მაგაკეთებული ეგ დავწერე. მაცო ნახე შენი რილს გუშინ წინ რამდენიმე გზის წინა კვირაში 17 გავაკეთე რა, ტესტი რო გქონდა. 17 გავაკეთე. და 30 პლუს 30 პლუს კოსტა. არ ვიცი. შენ იცი კოსტა მაგარი მოშტი ტიპია რა ვიცი. ამაზე კოსტა მაგალითად ორჯერ ვერ აიწევა. ამაზე მეც ვერა. აქ სტუდიაში გვაქვს ეს ტურნიკი გვაქვს და მაგიტო ვიშვერთ ხელს აქეთ რა. მე ჯერდისგან მევასება თუ გახსოვს და საკმაოდ დიდი წონები თუ აკეთებს. მე 15-დან 20-მდე აკეთე, მაგრამ ისეთ კითხვა იყო რომ აი მგონია რომ უფრო კონკრეტული პასუხი უნდა გეთქვა რა. კითხვა აი რამდენს გააკეთებოდა მე მიშაზე ვფიქრობ, ანუ 40 მართლა აკეთებ შენ? ხო, მაგრამ ეხარ შეცვალა მიშა უნდა. ანუ მე ერთი შეცვალა იმიტომ რომ აი, მოდი აბა ხა დავტესტოთ. მიდი ერთი 40 გააკეთე. არა, ახლა არა. მოკვდება ეს. 30-ზე თუ არ მოკვდე არ დავწერ შენზე ხელს. მოიცა, აბა ჩემი 40 გეჭება და მაგის 30 პლუს. იმას 30 პლუსი უწევია. გინდა ყველამ გავაკეთოთ რამდენი წელია იმდენი. შეხო გაიძახი, რომ პირდაპირ უნდა იყოს პასუხიო. ჩემი არის 15-20. იმას 30 პლუსი უწერია, რანაირად გაქვს ჩემზე ხელი მოშორელი. ბიჭო 30 პლუსი კიდე ის არის, ანუ 20 უსიკვდილოდ გავაკეთებ და მეტი არ ვიცი ახლა შეიძლება 18 იქნება თუ 16 თუ 15 ვერ გებულობ რა და მაგიტო. შენ. შენი მენა 17 და აი მე ნახე მე ყველა ვამგვალებთ ეგეთ ბიჭო შეგლენა ახლა გახსნა ჩემი რილსი რა მე ზუსტად რამდენიც გავაკეთე მაგიტო დავწერე 17. ბოლოს წინა რილსია. ო ეხა უნდა ვაპოვნინოს ბიჭო.
იტყუება აშკარად. შეცვლა ისე მესისხება ჯერჯერ რომ ითმას. თვის დასაწყისში 8 გოლს ლევს ვაკეთებდა იდეაში მინდოდა რომ თვის ბოლოს 15-ზე მაინც ავსულებდა. ეხლა და მინე 2-ის 24-ის. პონტი არა ბიჭო არ შეიძლება 25 გააკეთა პონტი არა არ შეიძლება 25 ისეთი რიცხვია ეთყულზე გამოვიჭირეთ რატო ამაზე მართლა არ ვფიქრობ საერთოდ რა მინდოდა მე საერთოდ გავამწვავე პოკერში რომ ბლეფაობ რა რომ მოყვები ამბობ კაი 3 2 1 კარტო მე პლეისმენტი მინდოდა ხალხო ტრანსფორმაციას ვაკეთებ და ამ ვიდეოდან შეიტყვეთ რომ ვაკეთებ ტრანსფორმაციას ამ ზიცხარეს ავიტან. რა შენი კითხვა რა იყო? დასახელდ რენდომ ციფრი 15-დან 30-მდე. ანაკონდა. არწივი. ვებხვი. ადამიანის. კითხვა რა იყო? რომ შეგეძლოს ნებისმიერი ცხოველის უნარის ქონა, რომელი ცხოველი იქნებოდა ეს? ხალხო. რა ადამიანის? ან შენ ადამიანი არ ხარ და კიდევ სხვა ადამიანის უნარი გინდა თუ? არა, ვეღარ სიმართლებ თავს, ესე არის. თქვია, მაინტერესებს. ვერაფერს ვერ ვიტყვი. დაფიქრდა და ვერა. შენ კაი გავიგეთო იმპოსტერი ხარ და ანაკონდას უნარი რა გინდა რა ქონდა? მე უცოდ ნახევრად გავიხუმრე ხა ასოცირებულებაა ჩემთან და ალბათ ის უნდა რომ ქართველი იუთუბერებს დედაუტირო რა, პირიქით რო არის. მაგის იმაში ჩავსახთებ. მან დიცე რა თემა არის? იდეაში ასეთი ცხოველის ისამინდა. მან დიცე რა თემა არის? ხმე დავწერე ვებხვი რა. და ვებხვი ანუ ბევრი მიზეზს გამო დავწერე რა, ძალიან მაგარი ცხოველია რაღაცა 10 მეტრზე შეუძლია გადახდეს, იმაგლეში 5 მეტრი, მაგრად ცურავს და მოკლედ ძალიან მაგარი ცხოველია რა და ისეთია რა, უშიშარი ცხოველია ძალიან რა და არავის არ ეშინია ამ ცხოველს რა. გარდა ქართველი იუთუბერების თქო რა. ხა და შენიყავი პირველი ადამიანი მე მგონი თუ არ ვწდები ხო? ვინც დედამიწის ზურგზე. შენ არა, საქართველოში. ვინც დაიწყო ეგეთი კონტენტი ხო? ანუ კონტაზე რაღაცა. ხო, მგონი კი. ანუ შენს მერე დაიწყო მე მგონი ყველა მე მიმართულება რაღაცა. ხო, მაგრამ დაემთხვა, ანუ ისე არ ყოფილა დაგეგმილოთ. ყველაფერად მოხდა მე დაემთხვა. ანუ ინსპირაცია არ იყო. კი. ანუ ყველაფერი დამთხვა. უბრალოდ არ ყველაფერი არ არის დამთხვა, მაგრამ ეხა შენც რაღაცა ვიღაცამ პარალელურად დაიწყო ეს კონტენტი. აუცილებლად შენ ინსპირაციად ჩათვლილი. ჩვენ პირდაპირ ვიძახეთ ინსპირაცია ჩვენ ვისგან ავიღეთ. ხო, მაგრამ ანუ რაღაც მაშინ თავის დროზე აი ოზიც ხო აკეთებდა ეგრე. შეიძლება ოზიმ თქვას რომ ჩემგან აიღო ინსპირაცია. მე ფულს თქვა ამერიკულისგან ავიღე. ხო, მაგრამ ოზიმ ხო შეიძლება თქვას რომ ჩემგან აიღო ინსპირაცია. ანუ შენ არ გაიძახი რომ შენგან აიღეს ინსპირაცია. არა. ოკეი. ზუსტად ვიცი თან. Respect. 3 2 1 მიშა რა გითხო ხომ? მიშა. მე ცოტა სხვანაირად წავედი, მაგრამ კითხვა მქონდა, რომელი ცხოველის გეშინიაო ყველაზე მეტად და ეს ადამიანი ცხოველად მიმაჩნია. ო, არა, ძალიან კაი კითხვა ქონდა ამას. ხო, მე არ მეგონა რომ იმპოსტერი. შეგეძლო რომ გამოძრომა შეგეძლო. მაგრამ იმ კითხვა უნარი უნდა გააკისედაც და ეგ ცოტა უცნაურია. კითხვაზე ხო იყოს, მაგრამ. სანამ მიშაშ მიირთმევს, თქვენ გამოიწერეთ ჩვენი არხი. მიშა როგორია აბა დაბომბი? ჯერჯერობით ოკეია. საზღავი გემო აქვს. ეხა ვიცი მე მოაქვს თანდათან რა. Time. არც ერთი. აუ, ვიფლეში. Lobster-ი. კითხვა რა იყო? რომელი ფილმი უნდა ჰქონდეს ყველას თანახი? არც ერთი ფილმი არ უნდა ჰქონდეს ყველას თანახი. ანუ ნახე, ანუ არ არსებობს ფილმი, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი. ეგეთი ფილმი არ არსებობს. უნივერსალური ფილმი ხო? არ არსებობს. მაგას გულისხმობ. აი მაგალითად ძალიან მაგარი ფილმი. არ არსებობს მეწერე თავიდან და მეთქი სხვა იმპოსტერი არ ვიყოს, სხვა რამეს არ დაემთხოს და წავშალი არ არსებობს და დავწერე მარტო არც ერთი. მე მგონია რომ შენ არ ხარ იმპოსტერი, დარწმუნებული ვარ. აი უყურე, რას ვამბობ? არ მგონია რომ იმპოსტერია. მე მგონია რომ კოსტა იმპოსტერი. რა time ბიჭო. Justin Timberlake-ის რაღაც ფილმი არის. გავიგე, აი, ძალიან კაი ფილმია. ძალიან მაგარი ფილმია. აი ფილმია. არა, გავიგე რომ გევასება. Lobster-ი რა ფილმია? Lobster-ია უმაგრესი ფილმი, რომელიც სავარაუდოდ არ გექნებათ ნანახი, მაგრამ ეს გირჩევთ რომ ყველა ვნახო. ხო. თამაშობს ის Morgan Freeman-ი. არა, სამწუხაროდ არა, მაგრამ Colin Farrell. Colin Farrell, ხო. ხო და რატო ანუ ეგ რატო არის საინტერესო? მოკლედ სამყაროა აგიხსნით მოკლედ. მოკლედ თქვენ სპოილერების გარეშე. მოკლედ სამყაროა, სადაც არ შეგიძლია იყო ადამიანის გარეშე. ანუ მეორე ნახევარი უნდა ყავდეს. ხო. იძულებული ხარ. ეს ახალი ფილმია? არა, 2015-იანია, 14-იანი. და თუ ვერ იპოვე, ხდები რაღაც ცხოველი. ცხოველი. და ეს ადამიანი ირჩევს lobster-ად მინდაო, რომ მეორე ნახევარი ვერ იპოვა და ურჩევნია და არა, ირჩევ ეგრევე. ამით იწყება რა ფილმი, რომ ანუ თუ ვერ ვიპოვე, lobster-ი მინდა ვიყო. მოკლედ უყურეთ და ნახავთ რა, ძალიან მაგარი ფილმია. სხვა საშორის დღე და ღამე გაიძახის სულ მაგას. რა.
რას ვიცნობ ლობსტერს გაიძახის უყურე არ მინახავს. Time-ში ცოტა მაგალითად ძალიან კაი ფილმია. პლუს კიდე მაგრამ ეცე არის ხა მე არ მინდა შეგიყვანოთ შეცდომაში მე. პლუს კიდე ანუ Whiplash-იც კაი ფილმია. ანუ dedication-ზე და რაღაც. ნუ ლობსტერი არ მახანახე. Time-ის ანუ იდეურად ცუდი არ არის რაღაც მაშინ დრო რო ძვირფასია მაგის. დროით რო იხდი და რა ხდება მაგ დროს, როდესაც დრო გაქვს ცოტა დარჩენილი და რეალურად ეს შენი სიცოცხლეა. მაგრამ ალბათ კითხვა ქონდა გაიხსენა ერთ ფილმი რომელშიც ჯასტინი მონაწილეობს. ისი რა არის? ეხა დაუფიქრდი და ბიჭო, აშკარად ერკვევა ფილმებშიც, რატო Whiplash-ი იცის რა არის, Time-იც იცის, Sky Lobster-ი არავინ არ იცის. ბიჭო, ბევრი ფილმი არ მაქვს. არც ერთს არ დაწერდა, ხო? რატო არ უნდა დავწერო არც ერთ? ეგრე რავი, არა, YouTube ვიდეოებიც ძალიან ბევრი და YouTuber-ები ძალიან ვიცი და არ მიმაჩნია ვინმე ჩერის გარდა ადამიანი, რომელსაც უნდა უყურო აუცილებლად, მარტო ჩერის უნდა უყურო. არც მაქვს ეგეთი ფილმი, ან ფილმები ზედად არ მიყვარს. აშკარად რა ვიცი. просто ვიცი Whiplash-ი და ეგეთ კლასიკები ვიცი, Time-იც ვიცი და აი Lobster-ი არ ვიცოდი მაგალითად. და უყურე მას დამაგარი. მოდი მოგენდობი რა და ძალიან არ მინდა შევცდე რა. ძალიან არ მინდა. Time-ი ავირჩიოთ, ხო? ავირჩიოთ. 3 2 1 კაკო. კოსტა. შენ კოსტა თქვენ? ორი კაკო. მე კაკო. რატო გონია? რა ვიცი, არც ერთი. ჯერანი უნდა ითამაშოთ, რახან ორივე. მოიცა იქნებ გადავარწმუნოთ. არა, ასე გვიან. ჯერანი უნდა ითამაშო ერთამდე რა. ჯერანი თუ შენი დედავატი. ხო, მე ვიყავ იმპოსტერი კი. კაკო, შენ არ ხარ? ხო გითხარი რა. არ მე გულით მჯეროდა რომ ესაც იყო იმპოსტერი. ბიჭო, არა ეთყობოდა ეს ანუ ისე ახსნა, ისე წავიდა რა. შენ რა ქონდა, რა კითხვა ქონდა ეგეთი რომ Time-ი დაწერა. ჯასტინი. დაასახელე დაუფასებელი მძაფრ სიუჟეტიანი ფილმიო რა და Time-ი დაუწერე. საინტერესოა. ახლოს იყო ცოტათი. დაბომბის მირთმევა მოუწევს პატიცემულს, ხო? შეიძლება ამეღო. ოკეი, კაი, ამასობაში კოსტა მივირთმევს ჩვენ კი. ჭამე. მიდი გადაყვალ, უარცია. იმედე იმპოსტერი არ ვარ თუ რა ამის ახსნა ძალიან გამიჭერდა. მიდი თქვი კიდევ არხის გამოწერაზე, იქნებ შენმა მაყურებელმა გამოგვიწერო შენი ხათრით. ხალხო, გამოიწერეთ მართლა ეს პატიოსანი ადამიანები. ვინ ხო რა პატიოსანი ვართ. ისე შენც იყავ ესე ადამიანების ჯგუფის წევრი. ხო. აგრიმენში. რას და ფიქრობ? შენც იყავი მაგ ჯგუფთან? რაღაცებში ვეხმარებოდი ხო? და წევრი არ ვიყავ. რას ფიქრობ? შენ ხა გამოცდილი ადამიანი ხარ. რას ფიქრობ და მე თქვა შორს თქვენ რომ დაიწყეთ. შენ მომწერე რაღაც მაგრამ. ძალიან მომეწონა თქვენი დინამიკა და ერთმანეთთან ურთიერთობა და ყველაზე გადამწყვეტი ეგ არის რა. ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი, ანუ ორი რაღაცა არის რა. ერთი ეგ დინამიკა რომ მაყურებლებს დაევასო და მეორე mindset-ი რომ ერთმანეთი ეს არ დაცხოთ რა. და ეგ არ ვიცი ხა როგორია თქვენთან რა, ანუ ხედვა რომ ერთი მიმართულებით გქონდეთ რა. ხო და იქ ხედვაზე დავცხეთ და მე წამოვედი, მაგრამ დინამიკა ეხაც კარგად ვარ კანგრიმენის ბიჭებთან და თქვენც ძალიან კარგად გაქვთ და ანუ ამიტომ გონია რომ კარგად მედიხარ. ვიღაცის წასვლის არ არის აუცილებელი მაგალითად ფორმატი და რაღაცეები, თუ ერთმანეთთან შეთანხმებული ხარ, მაგრად ხარ, მუღამიანად ხართ, მაყურებელი მაგას გცნობს და უსწორდება. იცი რა არის? ჩვენ გვაქვს მარტო ერთი საფრთხე თქო რა. ჩვენ დაშლის საფრთხე არ გვაქვს და წასვლის საფრთხე არ გვაქვს თქო რა. ჩვენ გვაქვს ერთადერთი საფრთხე რომ შეიძლება გავკოტრდეთ მეთქი. ეგ იყო ჩემი კო. რა შეიძლება მაგ საფრთხესთან ახლოს ვართ ძალიან სხვადასხვა. ხო. ამიტომაც სპონსორშიპის კუთხე? თუნდაც ხო. ეს ყველაფერს ჩვენი ხარჯებით ვაკეთებთ კი ხედავ. მე ვიტყვი ჟუ. კაი, მე ჩემი არის სესხმენი. მიშლენი. ბოლდმენი. კითხვა რა იყო? შენ რომ სუპერგენერი იყო ზედმეტ სახელი რა გექნებოდა? ამ რაუნდში არ თქვა კოსტა იმპოსტერი არა, შენი არა, ბოლდმენი ერთ-ერთი ხარ, ხო? მაქსიმუმ ჯონი სინსი მენი შეეძლო დაეწერა რაღაც ეგეთი, მაგრამ იდეალურია, ბაზარი არის კოსტაზე, ოკეი. ჟუზე მოვლუნდები. მიშლენი არ დაწერე. მიშლენი, ანუ მიშა ხომ ქვია. მიშლენი პლუს პუტკუნა არის, პლუს წინა სამსახურში ეგრე მეძახნე. მე გეძახნე რომ მიშლენი. ხო, მიშლენი. ამდენ ვარ და ჭეისის გევასება, ჭამა და რაღაც გამზარეულობა. კი. კი, გაკეთებაც ევასება და ეგრე. ყველაფერი მევასება ჭამასთან ახლოს რაც არის. ხო. შენ რა თქვი? სესხმენი. ამას ახსნა არ ჭირდა. რა სუპერძალა გექნებოდა? სესხის გადაფარვა შეუძლია. უპროცენტო სესხი თუ რა? იმედია ხო? ანუ სესხი გჭირდება თუ? არა, მაქვს და იმედია დავფარავ თქო დიდი რაოდენობით არის და მაგი გვიგოლის თქვენა. მაგრამ მოდი ახლა ყველა ვიცით რომ აქ იმპოსტერი შენ ხარ და რა გვინდა აქ ბევრი ლაპარაკი არა? ბიზნეს. შენ ვინდა? მე არ ვარ. ჟურა არის. ჟუიცო რაღაც უეჭველი გეტყვი. ვიღაცა მოფერებით გეძახის აი ამას. მაგრამ უეჭველი. короче, მე ჩემთვის ყველაზე საყვარელი ამინდი არის წვიმა. და სუპერძალა რომ მქონდეს, ვიქნებოდი აი წვიმის მომყვანი. ანუ ჟუჟუნა წვიმის მომყვანი და ჟუც მაქედონია გამომდინარე დავირქვი, ანუ მოკლედ და მარტივად.
მარტო წვიმა გინდა რომ გამოუშვა? თუ სხვა ამინდა. არა, ეხა უცებ რაც გამახსენდა ეგ არის თორე ბევრი რაღაცა მინდა მართლა მათ შორის ესხიც და ყველაფერიც, მაგრამ ის რაღაცა ალეგორიულად და რაღაცა გადაობით რომ ეთქვა ჟუზე მაგიტო თქვი რა. როგორ არ უნდა ეხა პატივცემულს რომ დაბომბიჭამოს, მაგრამ სხვა გზა არა აქვს. თქვენ შედარწმუნებულები ხარ? ვიჭო, რომელში გეპარება ეჭვი? რომელში გეპარე, აი, კაი, შენ ფიქრობ, შენ მიშლენი, ანუ თუ არა მზარეულობისკენ არ მიდიხარ და რაღაცა მიშა ეგეთი არის ზუსტად მზარეულული ჭამა არ ეთყობა შეკეთ. მიშელინს ავირჩევდი რაღაც ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ მეც შემეძლო ეხა ჟუმენი და მე ვქო, მაგრამ პროსტა ჟუ პატარა მარტივი კლასნი. 3 2 1 აკო მარტივად და კლასნად. ხოთქი რა ვერ არ ვიცი რა უნდა მოვიქო. ეგ იყო მოფერებით სახელს მეძახდა, რატო არ ვიცი? სამწუხაროდ. ცოტა სხვანაირად დედა ჩემი მეძახდა, რას გეძახდა დედა მოფერებით სახელს ბავშვობაშია და. რა არის ესეთი ინტროა ქონს. ერთი წვეთი ზუსტად. აუ ყოფილა ბიჭო. ცუდად. კარგი, აქ ვიტყვი ახლა ისეთ რაღაცას, რაც ალბათ არასდროს არსად არ მithkoms. რა ჰანგრიმეში ყარბუთ. YouTube-ის 100k ბათონი. მაღალქუსლიანი ფექსაცმელი. დღიური პარფიუმი. კითხვა რა იყო? ზომბი აპოკალიფსის დროს რომელია ყველაზე გამოუსადეგარი ნივთი? შენ რა თქვი? პარფიუმი თქვი. სუნამო, ოკეი. შენ? დღიურიო. გამოსადეგარი მე მგონია რომ გამოგადგება რაღაცა. მე ხო იმპოსტერი შემგონი ხარ. მე? ანუ ეგრე იავნ, ანუ რა? რა იავნ, მაღალქუსლიანი ფექსაცმელი? შენი რო არის ბე, რო არის. რასი ბე? ის რო იყო გახსოვს იმის რეკლამა? ზომბი რომ მისდევს და მაღალქუსლიანი ფექსაცმელი. აუ რაღაცა. მაგრამ მან რაღაც მახსოვს ნელა მიდის. მე თუ მაქედან გახსოვს მაგიტო და დაგეწერა სხვა შემთხვევაში. არა, მე არ ძალიან კაი პასუხი მიწერია, αλλά ზომბი რომ მოგზოს მაღალქუსლიანი ფექსაცმელი. რა გაიხდი და ჩაარტყა. ჩაარტყა მაინც მინიმუმ. აი რა ჩაარტყა, მაგრამ ახლა ბათონსა ჩაარტყა ეგრე, მაგრამ ყველაფერ ჩაარტყა, მე ბათონი უფრო ის არის, სილვერის იმისგან არის დამზადებული. ხო, მაგრამ მე უფრო თემატურად ვთქვი და მაგიტო. თემატურად არ გინდა ეს. მოკლედ კაკოზე მგონია. ან დღიური რაში უნდა გამოადგეს, ხო არის? დღიური ბაზარი არა. ბიჭო ჩემი ლოგიკურია, გიჟე. ხო და დღიური არ გამოდგება. არ გამოადგება და ეგ შეიძლება გამოგადგეს. მე ბათონს იმიტომ ამბობ რომ აპოკალიფსია და ანუ რა იუთუბერობა, რა გეი იუთუბერობა მაგ პონჩი თუ. მეც პარფიუმი იმ პონჩი დავწერა რომ აი რავი ფრანგული პარფიუმი ხო? სუნი თუ აგდეს ისედაც მოკვდები და ასეც ამ საერთოდ არ ფიქრობ ხო მაგაზე? რა თემატურად დაგეწერა რამე? მე ის რას დავაკვირდი? შენ იმპოსტერი რო ხარ აგრესიული ხდები რაღაც რა. ქუსლი, ანუ რატო დაწერე? იმიტომ რომ წარმოედგინე ზომბი მოგზევს და მაღალქუსლიანი ფექსაცმელი არის ქალი. რა უნდა ქნას? ვერ გაიქცევა. ეგ შეამფერხებელი არის, მაგრამ პირიქით გამოსადეგიც არის. კაი, ხის იმ ფექსაცმელზე. მაღალქუსლიანი ფექსაცმელი კლაუზობს არ გამაგიჟე. არა, ერთი წამი არის. შენ ქალზე იფიქრე პირველი ის ფიქრი ქონდა. არა, просто ვიფიქრე რა. შენ წარმოიდგინე რომ ქალი ხარ ზომბი აპოკალიფსის და ხარ. არა, просто ეს შეიცვალა ზომბი აპოკალიფსის დაწყებასთან ერთად. ბიჭო, არა. რატო უნდა იფიქრე? კაი, თუნდაც კაცი ვარ მე, თუ მეტეს არ შემჭირდება, მაღალქუსლიანი ფექსაცმელი ხო არ ჩავიწმე. ჩაარტყა. ბიჭო, ჩარტყმით რა, ფექსაცმლის ჩარტყმით რა უნდა უკნას ზომს არ გამაგიჟო. დაი, მოდი, დავასახე. 3 2 1 გიო. გიო. არ ვიყავი მე იმპოსტერი. არ იყავი? მე ვიყავი. შენ იყავი? ხო. სკოლაში რა. შენ რა ლოგიკით იყავი ერთი წამი? სკოლაში რა გავიწყდებოდაო ყველაზე ხშირად. რატო არ გადაგვარწმუნე? მე? აკი ყვირო და მარა. აუ ერთი წუთი გძე გვინდა აქ. ქორწინებაზე. მეორე მსოფლიო ომზე და ავსტრიელ მხატვარზე. ყოფილებზე. კითხვა რა იყო? რაზე არ უნდა ელაპარაკო გოგოს? გოგოს ქორწინებაზე არ უნდა ელაპარაკო? გაჩერდი ეგ. რა ქორწინებაზე არ უნდა ელაპარაკო? კაკას მაგაზე უნდა. მე მგონი შენ ისეთ გამოცდილება გაქრო. უნდა მეთანხმებოდე. კაკას არ გეთანხმები. აი ზუსტად აი მაგიტომას არ გეთანხმები. თუდად არ ხო არ გადის. თან ცოტა ვიხუმრე ხა ცოტა შავი ჰუმორის ამბავი იყო და მაგიტო რა. მე შავი ჰუმორი ძალიან. რადგან შენთან ვარ და ისე ზოგადად რავი რა, ანუ იდეაში მე წარმომიდგენია გოგოს ანუ როცა ადამიანთან ურთიერთობაში ხარ დიდი ხანი მათ შორის ავსტრიელ იმაზე უნდა ელაპარაკო, მაგრამ როცა პირველად იცნობ გოგოს ქორწინებაზე არ უნდა ელაპარაკო. მეც პირველი ჩავთვალე, თორემ მე დიდი ხნის ურთიერთობაზე. ანუ ცოლად მოყვანაზე და რაღაცეებზე არ უნდა ელაპარაკო. რატო გოგოს მგონია რომ პირველივე პაიმანზე? არ ვიცი. ან ყოფილები ხმას არ ვიგებ. მაგარი პასუხია. ხო და თან მე ამდენი ხანი ბაბისთან ურთიერთობაში ვარ და ქორწინებაში არ ვარ და ეგეც რაღაც ჩემი მაინდსეტის ამბავია რომ მე პირადად ვთვლი რომ მეორე მსოფლიო ომზე და ავსტრიელ მხატვარზე უნდა ელაპარაკო. რატომაც არა, ხო? არა, უნდა ელაპარაკო. ყველა გოგოსთან რა აი ვავშე ყველა მაგიტომაც არ რა იყო, რა იქნებოდა?
მაგიტომაც დადის ასე წლები. შენ რო არ დადიხარ ეგრე გამოიგე, მაგრამ მომისმინე რა იყო კითხვა თქვენი აზრით აქ? რას ქვია? აქ. ანუ რეალური კითხვა რა იქნებოდა? ჩემთან? ეს გადაწყვეტილია. თამაშობს ბიჭო ნახე. ჰა? ვის უსრულებს შენ ეს? არა. გამოვიდა აქ. ანუ მაგის კითხვა შეიძლება ყოფილიყო სხვანაირი და შენიც რა. შენ შეიძლება იყო იმპოსტერი, შეიძლება არ იყო. ძალიან ისეთი რა. ანუ ის ლოგიკაც მესმის რატო არ ყოფილებზე ძალიან ანუ ყოფილებზე ვფიქრობდი, მაგრამ ძალიან ბანალურია. ანუ ეგ არის რაღაც ნომერ პირველი წესი რაღაც მომენტში რა. თავი დავიწყე მაინც დაბობის რაუნდია და რაც ხო, რაც ძალიან ხშირად შეცდომ დამშვია წინა ცხოვრებაში, მაგრამ ბევრს საუბრობდი? ადრე კი, ძალიან ადრე. როგორც კი შევცვალე მაგაზე საუბარი, მე წარმატებული გავხდი. მაგრამ მაგრამ საერთოდ დაკოსგან. ანუ ეს როგორ იყო, ჰანგრიმენა წასვლა და ეს ერთდროულად დაემთხვა ერთმანეთს რა, ყოფილებზე საუბარი შეწყვეტა და ეგ. მაგრამ ეხლა შენზე მაინტერესებს რა შეიძლება ყოფილიყო კითხვა რეალურად. ეს იყო ერთ-ერთი გეფიცები. ხო, აი მართლა ეგ იყო. არ ვიტყუები. გეფიცების რეალურად იფიცები ხოლმე? კი. ღირს მართლა კომენტარებში რომ არა. დაგიწერო რაღაცა. გეტყვი, ყოფილების დაწერას ვაპირებდი მეც. ებრაელებს რაზე არ უნდა ერაპარაკო ხო არა? კითხვა. ეგ უფრო ისეთი ნიშნულია. შეიძლებოდა იქ ყოფილიყო, კაი პასუხი იქნებოდა, მაგრამ მართლა ეგ იყო. ანუ მე ვიფიქრე პირველ პაიმანზე ხარ გოგოსთან და ელაპარაკები, რომ აი რაღაცა იდეოლოგიები და რაღაც აი რა მაიცა რა დაეტი ერწავს რა. 2 1 კაკო. შენს კაკო? კი. ბიჭო რატო ან გითხარი თემატურად არა მესმოდა შენი ლოგიკა რაც თქვი მაგრამ მაინც შენ გონიხარ იმპოსტერი არ ხარ იმპოსტერი? შენს არ ხარ? არ ვარ მე იმას. აბა ვინ იყო? მეც არა. Nope. არც ერთი არ ვიყავით იმპოსტერი? მე ვიყავი. მე რა ამჭირს? ჩემი კითხვა რა იყო? აუ რა სოფიო ომის ვეტერანს. ასე არ უნდა კონგრესს სოფიო ომის ვეტერანს. იმდენ შენ ისე დაჯერებული იყავი რომ არ ხარ იმპოსტერი დამარწმუნე შენ. იმენა იფიცა ტიპმა კი გეფიცებია. გეფიცების გამო. ხო მეორე სოფიო ომის ვეტერანს არ უნდა ელაპარაკო. ხა ხო კომენტარებში ეს დაფიცება რამდენად ის არის დაუწერეთ. ირიქით მაგაზე უნდა ელაპარაკო. რომ გაიგო რაღაც რაღაცები ბევრი PTSD აქვს ადამიანს თავისი გაჭირებია რა ამაზე უნდა ელაპარაკო. ვისა ბიჭო ეს მე ვჭამ მარტო? შენ არა სამი ბიჭო. ცოტა. ბიჭო კაია გემრიელია რა. ხო და მე ისმინდოდა რა ცოტა გახმრება მაგრამ. ავი. გაწამყავით. შეეცი. გაგუებს უყვართ ეგეთი რაღაცეები და რატო არა? ერთიანობა. სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია. სასამართლო სისტემა. მამა ჩემი. კითხვა რა იყო? ერთი რამ რაც საქართველოს უკეთეს ქვეყნად აქცევდა. მამა შენი. ხო, მამა ჩემი. როგორ აბა თქვი? ნახე, სულ პოლიტიკაზე ლაპარაკობს და ესე არაფერი არ იციან და ყველაზე მაგას ლაპარაკობს. ვინც არ უნდა იყოს და ანუ ყველაფერი თვითონ იცის. ხო, და თვითონ იცის და აჰა, მისცე მაგას შანსს და არ ველოდი, მაგრამ კაი პასუხია. კაი პასუხია სხვათა შორის. და ანუ ან აყვავებს ან დააქცევ. ოკეი, უეჭველი. უბრალოდ ისამს და. მგონი მეორე. სიმართლე რო თქვა. სასამართლო სისტემა? ხო, რა ვიცი, სასამართლო სისტემა ხა ბევრი ლაპარაკის დაწყება არ მინდა, მაგრამ ვფიქრობ სასამართლო სისტემა არ გვაქვს? არა ბიჭო. ანუ რაში უნდა დაგეწერა უკეთესი სასამართლო სისტემა. თქმა გინდა ეხა კი ვხვდები, მაგრამ რა აკლიაო საქართველოსო. ანუ უკეთესად გაგახდიდაო. ხო და შეიძლება შენ კითხვა იყო რა არ მოგწონს საქართველოში, რა არ მოგწონს. ხო, ეგეც არის კი. ანუ უკეთესი ანუ მე როგორც დავწერა სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, გახდეს უკეთეს ქვეყნად. შენ კადრაზე ერწავს გაჩენს. ხო. შენ დაწერეთ სასამართლო სისტემა, ანუ სუდია ეგ. არა, ყურე, გაჩენს. უკეთესი სასამართლო სისტემა, რაღაც ეგეთი მაინც უნდა დაგეწერა, ანუ გაუმჯობესება. არა, ეგ იგულის მამა აი როგორც ერთიანობა დაწერა, იმან ერთიანობა ხო მამა ჩემი დაეხმარება მაგრამ. ბიჭო, ერწავს. სასამართლო სისტემაში ვიგულისხმა ის, რომ უკეთესი სასამართლო სისტემა რაც უზრუნველყოფს, ანუ ეს უკეთეს ეხლა ამბობ. ხო, თავისთავად აბა ყველაფერს ვერ დავწერ. მაგრამ ანუ მე როცა იმპოსტერი ხო ხედავ როცა იმპოსტერი არ ვარ. მე მეუნები რატო არ დამარწმუნეო და გეუბნები ხა გარწმუნება არ ვარ იმპოსტერი. ხო, მაგრამ ეხლა ყველასი აი აქ შენიც და შენიც ლოგიკური პასუხია და შენი არ არის. შენი კადრაზე არ არის უკეთესი. შენი რატო არ არის? ქონების პრივატიზაცია, კაი პასუხია. ქონების პრივატიზაციის შემდეგ ანუ ეკონომიურად უფრო ანუ ჯერ ერთი ხალხი ანუ ეკონომიკურად უფრო მდიდარი ქვეყანა გავხდებით. ხალხის უკეთესად იცხოვრებს და უკეთესად ქვეყანად ვიქცევით. ეგ არის ამბავი. მაგრამ სასამართლო სისტემა, უკეთესი სასამართლო სისტემა, რა თქმა უნდა, უკეთეს ქვეყანად გვაქცევს, მაგრამ მაგრამ შენ ისეთი ფორმით გაწერილი, რომ გონია რომ პირიქით კითხვა იყო,
რა აქვს ჩვენ ქვეყანას ცუდი ან რაღაცა რის გამო ვართ არადემოკრატი აი რაღაც ეგეთი იყო ყველაზე მეტად დარწმუნებული ვარ რომ ამ რაუნდში შენ ხარ იმპოსტერი სხვას დაწერდი აი უკეთეს ქვეყანა არ ვიცი მე რო ეხა მოდი აბა ჩამიშალი აბა დედას ვიცა ვარ მე რომ მთავრობაში მოვიდე პირველი რეფორმა რაც იქნება ეს აი ხო და ზუსტად დედა მომიკვდეს რომ ეს იქნება პირველი რეფორმა მართლა იმიტომ რომ მგონია რომ უკეთეს ქვეყანა დაგიცევდა შენ ხარ იმპოსტერი რატო იმიტომ რომ მეც იმპოსტერი ვარ და მეც ეკითხო თუ ვიცილები აი ამას ქვია ბოზობა ბავშვებო ჩამიცრია კაცო ესე არქნათ ეს შევთქვა არის ეს შევთქვა ჰაგრიმენის ვიდეოში რა ლოაძიმ რაც გააკეთე იგი შევთქვა ზუსტად მეც მაგ რეფორმას გავატარებ ჩემოწმა თან ამან ეხა ძააძერს გადვითამაშებო და იმპოსტერის კითხვას არგუმენტში გამოვიყენებო აი ეგ გააკეთა რა და იმანი მენა ნა თან რომ დავიფიცებაზე რომ ნახდათ მაგას ვიზავ ხო და მოდი ვჭა ანუ ყველაზე მაგარი ამ ისტორიაში ისაა რომ იმან მამაჩემი დაწერა მართალია კაცი იმპოსტერია გაკი აი ცუდადა არქი გამოიწერეთ ხო და მოკლედ ეგ არის მადლობა მოწვევისთვის და აბა თქვენ ისიც წარმატებები ჭერო